მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: სამყაროს მუდმივად ემუქრება ორი საფრთხე, წესრიგი და უწესრიგობა. ციტატის ავტორია მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ფრანგი პოეტი პოლ ვალერი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ტრადიციულად გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. შეგახსენებთ, მინდა რომ არხს რაც შეიძლება მალე ყავდეს 1000 გამომწერი. პოლ ვალერის ციტატა ერთი შეხედვით ნამდვილი პარადოქსია. ამ ციტატასთან დაკავშირებით ბევრჯერ მიფიქრია, რომ უწესრიგობა რა თქმა უნდა შეიძლება პრობლემა იყოს ადამიანისთვისაც, ქვეყნისთვისაც, სამყაროსთვისაც, მაგრამ რატომ შეიძლება პრობლემა იყოს წესრიგი? წესრიგი ხომ არის ის სტრუქტურა, რომელიც არის კანონების შესაბამისად აწყობილი, რომლის ყველა ელემენტი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოქმედებს და აი ესეთი სტრუქტურა რატომ შეიძლება ვინმესთვის ან რაიმესთვის იყოს პრობლემა? მაგრამ პოლ ვალერი სწორედ ამას ამბობს, რომ ორივე მუდმივი პრობლემა არის, როგორც წესრიგი, ასევე უწესრიგობა. მგონი მივაგენი ამ ციტატის ამოხსნას. საქმე ის არის, რომ თუ წესრიგს და უწესრიგობას ორივეს განვიხილავთ როგორც უკიდურესობებს, მაშინ შეიძლება ადვილად მივხვდეთ, რას გულისხმობდა ავტორი. სავარაუდოდ ის გულისხმობდა წესრიგის ტირანიას, უკიდურეს წესრიგს, რომელიც იწვევს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას და კონტროლს. და აბსოლუტური უწესრიგობა, რა თქმა უნდა, გადაიქცევა ქაოსად, ეს წარმოქმნის ძალადობას და ნებისმიერ სისტემას ანგრევს ეს ძალადობა. სხვადასხვა ადრე, როდესაც ვეფხისტყაოსნის პოდკასტში ვახსენე ერთხელ გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ніცშე, ვლაპარაკობდი მის შრომაზე, რომელიც აღწერს აპოლონურ და დიონისურ საწყისებს და აი ніცშე ამბობს, რომ თუ კი ეს დიონისური საწყისი, ანუ ქაოსის საწყისი შეიჭრება სადმე, ყველგან ანგრევს აპოლონურ, ანუ აი ამ წესრიგის ჰარმონიის საწყისს. ეხლა მინდა რომ ამ განჯის ფონზე თანამედროვე ქართულ პოლიტიკას დავუბრუნდე. ადამიანს, რა თქმა უნდა, ჭირდება თავისუფლებაც და სტრუქტურაც. როდესაც სახელმწიფოში ცხოვრობ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებისგან განითხოვდე ბალანს, ითხოვდე იმას, რომ შენი თავისუფლებაც დაცული იყოს და მართვის სტრუქტურაც მყარი იყოს, თუმცა, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია მოდის ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, რომ შემდეგ ის ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს არ დაკარგოს ძალაუფლება და ეს ხო ხდება მისი განზრახვა და გარდა ამისა, ყველანაირ ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, უმრავლესობა იქნება თუ რამდენიც მოხერხდება, მის გვერდით იყოს და მუდმივად ეხმარებოდეს ძალაუფლების შენარჩუნებაში. დემოკრატიულ ქვეყნებში თითოეული ლიდერი ვიცით, რომ ქვეყნის სათავეში 5 ან 10 წელიწადს არის ხოლმე, მისი ძალაუფლება გრძელდება ან 1 ვადის განმავლობაში, ან უფრო ხშირად 2 ვადის განმავლობაში და აი ერთხელ სტუმრად მყავდა ინტერვიუსთვის სოციოლოგი გიორგი ურჩუხიშვილი, რომელიც ძალიან საინტერესოდ ხსნიდა იმ მექანიზმს, თუ რა ხდება საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში. 10 წლიანი ციკლი რომ ავიღოთ, პოლიტიკოსი აკეთებს არა იმას, რასაც მის დეკადაში ითხოვს საზოგადოება, არამედ იმას, რასაც წინა დეკადაში სთხოვდნენ მის წინამორბედს. აი ამას ამბობს გიორგი ურჩუხიშვილი. და მაგალითად მას მოყავდა ედვარდ შევარდნაძის ხელისუფლება, როდესაც მას თხოვდნენ, რომ ძალიან მობიერი ხარო და ცოტა მტკიცე ხელით მართვა გჭირდებაო და აიღე შენს ხელში ძალაუფლებაო. და ეს მოთხოვნა პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს და ისიც მახსოვს, როგორ პასუხობდა შევარდნაძე, რომ არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებო, ანუ მის პირად ძალაუფლების გაძლიერებაზე იყო საუბარი და არ გავაკეთებო და ამას ხსნიდა, რატომ არ გააკეთებდა. მაგრამ სამაგეროდ ეს გააკეთა სააკაშვილმა თავისი მმართველობის მეორე პერიოდში. ამერიკაში განსწავლულმა იურისტმა ისეთი გზებით დაიწყო მართვა და კონტროლი სიტუაციის, რასაც მისგან ძალიან ბევრი არ ელოდებოდა. და ერთი მხრივ თითქოს ხალხის დაკვეთა იყო ეს მძიმე ხელით მართვა, მაგრამ მეორე მხრივ გამოვიდა, რომ ხალხს დაუპირისპირდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო წინააღმდეგი და აპროტესტებდა ესეთ მართვას.
შესაბამისად, როგორც გიორგი ურჩუხიშვილი ამბობს, სააკაშვილის დროს მთავარი პრობლემა ჩამოყალიბდა დაჭიმულობა. ის ამ ზმნას ხმარობს დაჭიმულობა, აქ შეიძლება ბევრი სხვადასხვა ზმნა გამოვიყენოთ, თქვათ იმ სიტუაციის აღსაწერად, რაც მაშინ იყო, მაგრამ გიორგი ურჩუხიშვილი ამბობს დაჭიმულობას და გავყვეთ ახლა მის ლოგიკას. ხალხი სულ ამას აპროტესტებდა, დაჭიმულები ვართო, ვერც იქით მივდივართ, ვერც აქეთო, ვერც ხმას ვიღებთ და ვერც ვერაფერს ვაკეთებთო. და აი მისი აზრით, გიორგი ურჩუხიშვილის აზრით, მოდუნება, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ნახევარში ხალხის მთავარი მოთხოვნა გახდა, ხელისუფლების მიმართ რეალობად იქცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსulis შემდეგ. სამაგეროდ ამ მოდუნების პოლიტიკის გამო გვახსოვს ძალიან კარგად დიდხანს როგორ აკრიტიკებდნენ ივანიშვილის ხელისუფლებას და მთავრობას უნიათო მთავრობას ეძახდნენ, ხო? და ქართული ოცნების მართვის პირველი წლები ნამდვილად იყო ადამიანებისთვის მეტი თავისუფლების წლები, განსაკუთრებით სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მართვის, აი ბოლო ერთი წლის ფონზე, როდესაც გვახსოვს, რომ ნორმად იქცა ანტენების დაღება და დაპატიმრება და ასევე ნათია მოგელაძის საქმიანობა კონტროლის პალატაში და ბევრი სხვა მექანიზმი, რომელიც გამოიყენებოდა სიტუაციის ბოლომდე საკონტროლებლად. მაგრამ ნაციონალური მმართველობის შემდეგ ნამდვილად დაიწყო ის პროცესი, რასაც ხალხი ითხოვდა, რომ ხელისუფლება გახდა მრავალპარტიული კოალიციური მთავრობაშიც და პარლამენტშიც აღარ იყო ერთპარტიული მმართველობა, ხალხი იღებდა კანონებს, უკაცრავად პარლამენტი იღებდა კანონებს, რომელიც უფრო მეტად ადამიანებზე იყო ორიენტირებული და საზოგადოებრივმა აზრმაც ნამდვილად გავლენა შეიძინა, იმიტომ რომ გვახსოვს ალბათ ბევრს, რომ როდესაც მთავრობა რაღაც გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა ისეთს, რომელიც ხალხს არ მოწონდა, იწყებოდა ერთი ამბავი Facebook-ზე, გაახილვა მსჯელობა და შემდეგ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ან გადადებდა, ან მასზე საერთოდ უარს ამბობდა, იყო ნამდვილად ასეთი პერიოდი. გიორგი ურჩუხიშვილის ლოგიკა ჩემთვის არის დამაჯერებელი და ამ ლოგიკას თუ გავყვებით, აი უნიათობით მთავრობის მრავალწლიან დამუნათებას შემდეგ 10 წლეულში ბუნებრივად უნდა მოყოლოდა უფრო მძიმე ხელის პოლიტიკა, მაგრამ ჩვენთან მიღებული იყო ორი ვადით მართვა ქვეყნის და მანამდე, ანუ სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში, ეს იყო ნორმა, რომ ორი ვადის შემდეგ ხელისუფლება იცვლებოდა და ამიტომ თუ ვინმე ფიქრობდა ამაზე, რომ შემდეგი ხელისუფლება უფრო მძიმე ხელით მართვას აირჩევდა, რა თქმა უნდა, ფიქრობდა რომელიღაც სხვა ხელისუფლებაზე, მაგრამ არა იმაზე, რომ ესე იგი ეს ხელისუფლება არასდროს არ წავიდოდა, კიდე გააგრძელებდა მეორე 10 წლეულით მართვას და ამ მძიმე ხელის პოლიტიკას თვითონვე გაატარებდა. რა თქმა უნდა, უნიათობა იყო იმათი მოგონილი ტერმინი, ვინც მისტიროდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და სინამდვილეში ქართულ ოცნებას თავიდან იმდენად ჰქონდა შეზღუდული თავის ძალაუფლება, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს თავისუფლად ეგრძნოთ და არავითარი უნიათო მართვა ის მართვა არ იყო. მაგრამ ეხლა კითხვა ჩდება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას რატომ გაუჩნდა ძალის გამოყენებით მართვის სურვილი? იმიტომ რომ მობეზრდა ეს, რომ უნიათოს ეძახდნენ მის მთავრობას და თქვათ ქმედუნარობაში ამუნათებდნენ და ადანაშაულებდნენ, თუ იმის გამო, რომ თავიდანვე მიზანმიმართულად შემოიკრიბა ეს პროდასავლური კოალიცია, იმიტომ რომ შემდეგ ეს თავისი ყოფილი პარტნიორები ნელ-ნელა ჩამოეცილებინა და უარყოფითი სელექციის გზით ბოლოს დაეტოვებინა გვერდით ის ადამიანები, რომლებიც მის ყველა სურვილს აასრულებდნენ. რა თქმა უნდა, პროცესი იქით მიდის, რომ ვიფიქროთ ეს მეორე ვარაუდი უფრო ახლოს არის სინამდვილესთან. მაგრამ ზოგად კანონზომიერებაში ძალიან კარგად ჩაჯდა ეს 10 წლიანი ვითომ უნიათობის პერიოდი და შემდეგი წლები მძიმე ხელით მართვის პერიოდი. სანამ გავაგრძელებ ამ პროცესზე საუბარს, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ დემოკრატიის ამოცანა არ არის სრულყოფილი წესრიგის დამყარება. დემოკრატიის ამოცანა არის ხელისუფლების შეზღუდვა.
და არასრულყოფილი წესრიგი, რაზეც პოლ ვალერი მიუთითებდა, რომ ეს არის პრობლემა, სრულყოფილი წესრიგი, არამედ ძალაუფლების შეზღუდვა. აი ეს არის დემოკრატიის ამოცანა და ამას ვიმეორებ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რატომღაც ჯერათ, რომ ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება წესრიგის დამყარების სახელით, ხო, ის ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნის აწმყოსთვისაც და ჩვენი ქვეყნის მომავლისას. ასე მოფიქრალთა შორის ალბათ თითოეული ჩვენგანი სახლობლები არიან სამწუხაროდ, მაგრამ არ უნდა ეხა ამას ბევრი მსჯელობა, ყველა ვიცით, რომ დემოკრატიული მართვა ეს არის პროცედურების დაცვა და პროცედურების დაცვა კიდე იწვევს გადაწყვეტილებების შენელებას და რომელიღაც მომენტში შეიძლება ქმნიდეს დემოკრატიული სტრუქტურის ქმედუნარობის განცდას და სწორედ ამიტომ აი ესეთ ქმედუნარობაში ამხელენ, ასე ვთქვათ, ევროკავშირს ქართული ოცნების მესვეურები და სხვებიც, მაგრამ სინამდვილეში ევროკავშირი არ ელევა ამ თავისი პროცედურების მექანიზმს და იმიტომ რომ სწორედ აი ესეთი მართვა, როგორიც აქვს ევროკავშირს, გადაარჩენს მას როგორც სისტემას, იმიტომ რომ დემოკრატია ეს არის სწორედ პროცედურების დაცვა. განა ევროკავშირის ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან, რომ ეხლა რა გადაწყვეტილებების მიღებაც ბრკოლდება ამ კონსენსუსის წესის გამო, ძალიან კარგად შეუძლია წესი შეცვალონ 3/4 გახდეს გადაწყვეტილების მიმღები და პრობლემა აღარ იყოს. რა თქმა უნდა ხვდებიან და სხვებზე ადრეც ხვდებიან, მაგრამ არ ელევიან მაინც თავის პროცედურებს, არ ელევიან სისტემას, როდესაც თუ კი რამე რთული პრობლემა არის, უნდა იმსჯელონ ამ პრობლემაზე, უნდა დებატები გამართონ თუ საჭიროა და ბოლოს უნდა შეთანხმდნენ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილება. აი ეს არის ევროპა. ეხლა მინდა დავბრუნდეთ საქართველოში. ის სქემა, რაზეც გიორგი ურჩუხიშვილი ლაპარაკობდა, პრინციპში პოლიტიკის სახელმძღვანელოებშიც აღწერილია და საქართველოს ბოლო წლების ისტორიაც ამას ადასტურებს, რომ ხელისუფლების ცვლას აქვს ერთგვარი ციკლური ხასიათი. ქაოსის შიში იწვევს ძლიერი ხელისუფლების მოთხოვნას, რაც ვნახეთ შევარდნაძის დროს, შემდეგ მოვა ძლიერი ხელისუფლება და იწყებს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას, რაც ვნახეთ სააკაშვილის დროს, შემდეგ თავისუფლების შეზღუდვა იწვევს პროტესტს და ესეც ვნახეთ სააკაშვილის დროს, შემდეგ ეს პროტესტი ასუსტებს ძლიერ ხელისუფლებას და ასე მოვიდა ქვეყნის სათავეში ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. ეხლა ვარ ზუსტად იმ წლის ბოლოში ისევ, როცა პროტესტი ასუსტებს ძლიერ ხელისუფლებას და შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად იქნება, ასე ვთქვათ, ისევ უნიათო და ისევ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული. ლოგიკა ამბობს ამას, რომ ეს ასე მოხდება. მაგრამ როცა ვახსენე ძლიერი ხელისუფლება, ეს ძლიერი ჩვენ ახლა შეგვიძლია ბრჭყალებში ჩავსვათ და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ისევ პოლიტიკის თეორიის მიხედვით რეპრესია შეიძლება იყოს როგორც ძალის, ასევე სისუსტის სიმპტომი. ეხლა დაუბრუნდები იმას, რომ ჩვენთან ერთი პარტია და ერთი ლიდერი ძალაუფლებას ინარჩუნებდა 10 წლის განმავლობაში და თუ მძიმე ხელის პოლიტიკა იყო გასატარებელი ხალხის აზრით, ეს უნდა გაეკეთებინა სხვა ხელისუფლებას და არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. მაგრამ როდესაც ისინი არ წავიდნენ, დარჩნენ ისევ ქვეყნის სათავეში და თვითონვე დაიწყეს ამ მძიმე ხელის პოლიტიკის გატარება, გამოვიდა ისე, რომ მათ შეხვდათ ბევრად მეტი წინააღმდეგობა, ვიდრე შეიძლება და შეხვედროდა რომელიმე ახალ პარტიას. იმიტომ რომ ხალხი ნამდვილად არ არის მიჩვეული ჩვენთან იმას, რომ ერთი პარტია მუდმივად რჩება და რჩება ქვეყნის სათავეში. და ესეც ცნობილი არის, რომ ხელისუფლება მაშინ ამკაცრებს რეგულაციებს, როდესაც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს გრძნობს, ხოლო აი რეპრესიულ კანონმდებლობაზე უკვე მაშინ გადადის, როცა ფიქრობს, რომ კონტროლი აქვს დაკარგული და ამ კონტროლის დაბრუნებისთვის იბრძვის. და მთელი ეს დრამატული სიტუაცია ჩვენთან განვითარდა ჩემი ღრმა რწმენით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ესე იგი ქართულ ოცნებას მოუხდა უნიათო მთავრობის როლის თამაშიც და ქართულ ოცნებას მოუხდა აი ამ რეპრესიული პოლიტიკის გამტარება.
მატარებელი პარლამენტის და მთავრობის როლის თამაშიც. როლი კი არა, ეს უკვე ადამიანის ბედზე და ქვეყნის ბედზე ძალიან მძიმედ აისახება. ყველამ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას დღემდე ყავს სხვადასხვა ყაიდის მხარდამჭერი და მათთვის ის რაც დღეს საქართველოში ხდება რეპრესიები კი არ არის, არამედ ეს არის უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის გადადგმული სწორი ნაბიჯები და ეს ომი არ მინდა ფრაზა გახდა ის ფრაზა, რომლის უკან იმალება ხან უმეცრება, ხან ფარისევლობა და ხან ნამდვილი შიში, გულწრფელი შიში და ამიტომ ამბობ, რომ სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერები ყავს ქართულ ოცნებას. და აი ეს მდგომარეობა გვაქვს, რომ შევაჯამოთ, რომ მოსახლეობის ნაწილი ამბობს, აი ხელისუფლება ძლიერია, აკაცუკების ჭკუაზე არ დადის და თავის პოლიტიკას ატარებს და ხალხის მეორე ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლება შეშინებულია, დასუსტებულია და ამიტომ ამკაცრებს კანონებს აბსურდულობამდე. მაგრამ იმას ვერავინ ვერ უარყოფს, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების მიმართ პროტესტი ხშირად უტოლდება გმირობას. აი აქამდე მივიდა პროცესი. ვისაც დღევანდელი საქართველო მოწევს, რა თქმა უნდა, მათთან მაქვს ესეთი კითხვა, რომ თუ კი დღეს ტროტუარზე დგომა არის გმირობა, რანაირ საქართველოში აპირებენ ისინი ცხოვრებას ხვალ ზეგ 5 წლის მერე და 10 წლის მერე. ეჭვი არ მეპარება, რომ მიპასუხებენ ამაზე, ნუ დადგებითო ტროტუარზე და არ დაგიჭერენო და მაშინ მეც მათი პასუხის პასუხად ვიტყვი, რომ როცა ტროტუარზე დგომა გმირობა არის, ეს არ არის ერთი ადამიანის ან ადამიანების პრობლემა, ეს არის სისტემის პრობლემა და როგორც ამბობენ ხოლმე, წერტილი. დღეს ამით დავამთავრებ. ჩემს კომენტარს პოლ ვალერის ძალიან რთულ ციტატაზე, რომ სამყაროს ემუქრება ორი საფრთხე, მუდმივად წესრიგი და უწესრიგობა. რასაკურველია დასკვნა ესა, რომ მომავალში ჩვენ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ჩვენს უფლებებს, ადამიანის უფლებებსაც დაიცავს და მართვის მყარ სისტემასაც შექმნის. ვიცი, რომ რთული ციტატა არის და ძალიანაც მაინტერესებს თქვენი კომენტარი, მაგრამ როგორც წესი, ამ პოდკასტის კომენტარების ვალში თქვენ მოსაზრებებს ვერ ვხედავ ხოლმე, უფრო ხშირად ვერ ვხედავ კომენტარებს. თუ ეს არის ტექნიკური პრობლემა, ამას ვუშვებ თავისუფლად, იმიტომ რომ თუ კი ჩემს პოდკასტზე გადახვალთ ბმულით, რომელიც არის Facebook-ის ჩემს გვერდზე, იქ თქვენ ვერც არხს გამოიწერთ, ვერც მოიწონებთ გადაცემას და ვერც კომენტარს ვერ დატოვებთ. ამისთვის არის საჭირო, რომ თვითონ YouTube-ში შეხვიდეთ და იქ ძებნის სისტემაში, აი YouTube-ის აპლიკაციიდან მოძებნოთ ძებნის სისტემა და იქ ჩაწეროთ დასახელება ციტატა ია ანთაძის ონლაინ პოდკასტი, ან მარტო ეს სიტყვები ია ანთაძის ონლაინ პოდკასტი. და აი რა ბმულსაც იქ ნახავთ, იქ უკვე თქვენ შეძლებთ კომენტარის დატოვებასაც, მოწონებასაც, გამოწერასაც და ყველაფერს. ჩემი კეთილი თხოვნა იქნება, რომ თუ მაინც გიჭირთ და რთული არის ამის გაკეთება, თქვენი ოჯახის ახალგაზრდა წევრებს თხოვოთ დახმარება, თუნდაც ჩემი სახელით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად და ადვილად მოაგვარებენ ამ პრობლემას. ახლა ხვალამდე გემშვიდობებით და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ.